პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ როდესაც ამ ხელა მასშტაბის სახელზე არის საუბარი, რომელიც მართლა გადაჭარბების გარეშე მეგა ვარსკვლავია, ხო? ვიტყოდი, რომ უფრო დიდი მოვლენაა ვიდრე კონცერტი და ვიტყოდი, რომ უფრო კულტურული მოვლენა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა უერთდება მსოფლიო ტურის ფარგლებში მთელ მსოფლიოს და შენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ მისი საყვარელი არტისტი მოისმინოს თავის ქვეყანაში დამეთანხმებით რომ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავთ ხო ტენდენციას, რომ სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ტურიზმის გასააქტიურებლად, უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. შესაბამისად, გვჯერა, რომ საქართველოშიც ეს კიდევ უფრო დამატებითი ბიძგი იქნება ახალგაზრდა მოგზაურებისთვის და თუ კი აქამდე ვინმეს ჯერ კიდევ აფიქრებდა საქართველოს როგორც ახალი ქვეყნის აღმოჩენა, გვჯერა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი შეიძლება დამატებითი ბიძგი გახდეს იმისთვის, რომ სწორედ ამ ზაფხულს დაგეგმონ, აღარ გადადონ, ჩამოვიდნენ, დაესწრონ კონცერტს და გააგრძელონ უკვე ჩვენი ქვეყნის მონახულება. ეხლა თვითონ კონცერტზე რომ გადავიდეთ უშუალოდ და მოვლენაზე და რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყვი იმას, რომ დღეს დავიწყეთ ბილეთების გაყიდვა და მნიშვნელოვანი არის და პირველად გავაჟღერებ ამასაც თქვენთან, რომ დღეს თარინგ ჯორჯიას ისტორიაში კიდევ ახალი ფურცელი დაიწერა, ანუ ახალი ისტორია დაიწერა, კერძოდ ის, რომ ზუსტად საათსა და 15 წუთში ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია და ეს ციფრები მე მგონი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადი არის მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოში, რომ აღარაფერი აღარ თქვათ კონკრეტულად ჯასტინ ტიმბერლეიკზე, იმიტომ რომ საათსა და 15 წუთში გაყიდული 25,000 ბილეთი ნიშნავს იმას, რომ 25,000 ადამიანს უნდა ამ ღონისძიებაზე დასწრება. მინიმუმ. ციცი, ჯასტინ ტიმბერლეიკი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, ვინც ჩამოგიყვანიათ საქართველოში, მაგალითად რომ გავიხსენოთ, წინა იყო ბრუნო მარსი. მე მინდა უფრო დეტალებში მოგვიყვე, როგორ ხდება ამ ადამიანებთან მოლაპარაკებების დაწყება მათ აგენტებთან, ხო? კი ბატონო. რა არის ის, რითიც ხდება მათი დაინტერესება, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ძალიან დიდი ზურგის ქარი დამხმარე ძალა არის Live Nation, იმიტომ რომ Live Nation არის კომპანია, ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშე არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ინდუსტრიაში. ჩვენი როგორც საქართველოს Live Nation-თან დაპარტნიორება არის სწორედ ის გარანტი, რაც ნახევარ საქმეს აკეთებს დიდ არტისტებთან კომუნიკაციაში, იმიტომ რომ Live Nation-ი მათთვის არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ზუსტად იმ ხარისხში და ზუსტად იმ სტანდარტში იქნება ყველაფერი ორგანიზებული, როგორც სხვაგან ტარდება, იმიტომ რომ როდესაც კონკრეტული არტისტი მოდის კონკრეტულ ტურში, აუცილებელი ფაქტორია, რომ ზუსტად იდენტური ღონისძიება ჩატარდეს ყველა ქვეყანაში. ანუ ერთი და იგივე მელომანი რომ დაესწროს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ და იგივე კონცერტს, მან განსხვავება არ უნდა იგრძნოს და შესაბამისად Live Nation-ი იყო პირველი ის გარანტი მათთვის, რომ ჩვენთან საუბარი გაეგრძელებინათ. მეორე რიგში ვიტყვი აუცილებლად იმას, რომ საკმაოდ რთული პროცესი არის და თითო ვარსკვლავთან კომუნიკაცია შეიძლება წლებიც კი გაიწელოს. თითო ვარსკვლავთან კომუნიკაცია დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რომ სურვილი გამოხატო მხოლოდ და ფინანსური მზაობა კონდეს. იქ არის 1000 კრიტერიუმი, რომელიც ორგანიზატორმა უნდა დააკმაყოფილო. პირველი ეს არის ტექნიკური მზაობა, რამდენად შესრულებადი არის შენს ქვეყანაში, მაგრამ უკან რო დაუბრუნდეს და გავიხსენოთ პირველი სამზადის, ანუ პირველი სეზონისთვის როგორ ვემზადებოდით, ვიტყოდი, რომ იყო პროცესი, როდესაც ჩამოსულები იყვნენ საქართველოში და უდიდესი კვლევა მიდიოდა, მაგალითად რა მუსიკა მოწონთ, რა გემოვნების ადამიანები ვართ, როგორ გვაცვია ქუჩაში, ანუ ყველაფერს ზედმეტ. ეს მინდოდა მეკითხა საქართველოს შესახებ თუ აქვს ინფორმაცია, როგორც აგენტს, ასევე თავისთავად და არავინ არ იფიქროს, რომ ვინმე ესე უბრალოდ მეილების საფუძველზე გთანხმდება. ეს ნამდვილად ასე არ არის, იმიტომ რომ როდესაც დიდი არტისტი ხარ, შენთვის ფული არ არის პირველ რიგში. ანუ
როდესაც შენი თამასა რაღაც სიმაღლეზე უკვე აწეული გაქვს, მნიშვნელოვანია რომ პირიქით გეჭიროს და განავითარო და არ ჩამოხვი და ქვევით შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია რომ წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც დიდი ეგრეთ წოდებული fan base-ი აქვს, წავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მას უსმენენ, სადაც მას უყვართ, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ასევე თვითონ პერფორმანსის დროს, კონცერტის დროს მსმენელის უკავშირი და აქაც გავიხსენებ ერთ მომენტს Imagine Dragons-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველი უკავშირი რაც წამოვიდა არტისტისგან, არტისტის მენეჯმენტისგან და Live Nation-ისგან იყო ის, რომ რა მაგარი ქვეყანაა საქართველო, როგორ აყვა ყველა და როგორ ერთიანი მუხტი იყო. ამის გაგრძელება იყო ბრუნო მარსიც და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა საბოლოო ჯამში იქამდე, რომ დღეს აქვს ვზივართ და ვსაუბრობ ჯასტინ ტიმბერლეიკის ჩამოსვლაზე, იმიტომ რომ ყოველი წარმატებული პროექტი ნიშნავს, რომ ეს წარმატებული პროექტი არათუ Starring Georgia-ს, არამედ პირველ რიგში საქართველოს პორტფოლიოში რჩება და არაერთი წარმატებული პროექტი საქართველოს გზას უხსნის შემდეგი ნაბიჯები, რომ გადადგან უფრო საინტერესო და უფრო დიდი ღონისძიებების ორგანიზებისთვის. ციცი, თქვენ ახსენეთ კრიტერიუმები, ну რა თქმა უნდა, გარდა იმ ხარისხისა, რაც აუცილებლად უნდა დაიდოს იმისთვის, რომ მსგავსი დონის ვარსკვლავი ჩამოვიდეს, თავად ჯასტინ ტიმბერლეიკს რაიმე ესეთი უცნაური და განსხვავებული მოთხოვნები ხომ არ აქვს, რაც თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ, რაც ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება. იცით როგორ არის რაც ვარსკვლავებს ჩვევია ხოლმე ზოგადად. აქტუალური კითხვებია როგორც წესი ვარსკვლავურ კაპრიზებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით ეს ვარსკვლავური კაპრიზები არ გამოიხატება უფრო რაც კონკრეტულ სურვილებში, ისეთი როგორიც არის ყვავილები ან კერძი ან რაღაცა. არა. ვარსკვლავური კაპრიზები უფრო გამოიხატება ტექნიკურ მახასიათებლებში, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ მისი შოუ იყოს რაღაცით განსხვავებული სხვისგან და მთელი ეს სირთულეები არის ზუსტად ამ ნაწილში, რომ ეს შოუ უნდა იყოს პირდაპირ მნიშვნელობით შოუ, რომელიც ისე მონუსხავს მაყურებელს, რომ აუცილებლად მოანდომებს ამ კონცერტზე მეორე დასწრებას, იმიტომ რომ დღეს მსოფლიო მასშტაბით იმხელა კონკურენცია არის, თუნდაც გასართობ ინდუსტრიაში, რომ ნამდვილად ყველა ვარსკვლავი ცდილობს, რომ ამ კონკურენტულ ბაზარზე უფრო მეტი სანახაობა შექმნას და უფრო მეტად შთამბეჭდავი გახადოს. აქვე, რადგან ამ თემას შევეხე, ვიტყოდი, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში ჩვენ რა გამოცდილებაც გვაქვს, მხოლოდ სოლო შემსრულებლები ყავდა ჩამოყვანილი და ჯასტინ ტიმბერლეიკის შემთხვევაში იქნება პირველი შოუ, როდესაც ქორეოგრაფიის ნაწილი იქნება და ანუ ჩამოდის დასთან ერთად, ასე რომ ჯერ კიდევ თუ ვინმეს არ გადაუწყვეტია კონცერტზე დასწრება, თუმცა ამასაც არ ვიცი რატო ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი ეთერის შემდეგ ბილეთები ფიზიკურად აღარ იყოს დარჩენილი, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ თუ ერთხელ ადამიანი ყოფილა რომელიმე live კონცერტზე და თუ ერთხელ მაინც უგრძნია ეს მუხტი, რას ნიშნავს ცოცხალი შესრულების მოსმენა და ამდენ ადამიანის ემოციის გაზიარება, და ამეთანხმებით, რომ ამას ვერანაირი ჩანაწერი ვერ შეცვლის, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ წლევანდელ ანუ 2025 წლის მუსიკალურ სეზონზე ჩვენ სამი ღონისძიება გვაქვს უკვე დაანონსებული. ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად სეზონს გახსნის 30 მაისს ციცინათელას პარკში როკის ლეგენდები Guns N' Roses და 27 აგვისტოს Black Sea არენაზე ეგრეთ წოდებულ front stage-ზე Empire of the Sun. შესაბამისად თუ კი ვინმეს არ შეხვდება ჯასტინ ტიმბერლეიკის ბილეთი, ვიტყოდი რომ ალტერნატივა არსებობს და არ უნდა გამოტოვონ. ციცი, ბოლოს მინდა გკითხოთ, რა იქნება კონკრეტულად 23 ივლისს, რამდენი სიმღერით იქნება ჯასტინი გამოვა სცენაზე, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ალბათ ყველას იქნება თუ არა ის ცნობილი ჰიტები, რასაც ყველა ელოდება, რამდენი ხანი გაგრძელდება კონცერტი. 2 საათიანი პროგრამა იქნება და ყველა ჰიტი იქნება, ასე რომ აქვე რეკომენდაცია, რომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ ჯასტინის რეპერტუარს თვალი, გავიხსენოთ სიმღერები, ტექსტები და აი საერთო სიხარული და კი გავიზიაროთ.